უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით? ბალანსისთვის დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი კომენტარში, არ დაგვეწყდეთ გულის სიყვარულის ემოციების გამოვლენა. ვნახავ ახლა თქვენს ენერგიებს პირადში, ფინანსებში და რჩევებს. მე ავჩახავ ახლა დავასტუმრებ ვიდეოს და მე გავაგრძელებ. უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში ჯერ ზოგად ენერგიებს გეტყვით, რომ კვირა ფიქრისთვის გაქვს ძალიანად მოცემული. ხედავ, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ რაღაცა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, არსებულ სიტუაციებთან დაკავშირებით, საკმაოდ დაბნეულებიც ხართ და მინდა გითხრათ, რომ ემოციურად არც ისე მარტივი კვირა არ გელით, შეიძლება რამე რეალური კი არ ხდებოდეს და რაღაც საშინელება კი არ მოხდეს, უბრალოდ თქვენი შინაგანი სამყარო ცოტა მოწყენილები იყო, ცოტა მარტოყოფნის სურვილები გაგიჩნდეთ, უამრავ საკუთარ თავში გარკვევის მომენტები დაგიდგეთ და აქ შეიძლება რაღაც მომენტში ცოტა დატანჯული ენერგიებიც იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი იმისთვის არის საჭირო, რომ გაერკვეთ საკუთარ თავში ბოლო-ბოლო რა გინდათ, საით მიდიხართ, რისთვის მიდიხართ. კრიზისები არის, მაგრამ ეს უფრო შინაგანი კრიზისებია, ვიდრე ესე გარედან რაიმე გამოხატული და გარედან გამოვლენილი. შეიძლება აქამდე მოხდა უკვე რაღაცები და ამიტომ ხართ ეს მოხვედით დღემდე ამ კრიზისში. ახლა ვნახოთ პირადში რა გიჩვენთ. პირადში უმეტესობა თქვენთაგანს გეტყვით, რომ ძალიან დაბნეულები ხართ და ეს კრიზისული სიტუაცია ძირითადად პირად ურთიერთობებს ურტყავს. აქ ჩანს ბევრი ფიქრი, თითქოს და რაღაცა კითხვები გაქვთ და პასუხები არ გაგაჩნიათ ამ კითხვებზე და არ იცით რა იქნება, ვერ გაგირკვევიათ, მომავალი არსებული სიტუაცია, ბუნდოვანებებში ხედავთ, გულის წვეტებში ხედავთ რაღაცაზე ძალიან გულდაწყვეტილები ხართ, ძლიერი გულის ტკივილია თითქოს მიღებული და გადატანილი, ან შეიძლება კვირაც იყოს კიდე რაღაც ძველი ჭრილობების განახლების მომენტი, თან გქონდეს საქმე მომდევნო კვირაში. ცოტა რთული ენერგიები არის პირადში, ახლა ისეთი საშინელი არაფერი არ ჩანს, მაგრამ მაინც შინაგანი კრიზისებია უამრავი აქ და ვიტყოდი, რომ შესაძლებელია ეს პაუზა თუ გაქვთ ურთიერთობაში, ძალიან გულის წვეტა იყოს და გულს გტკენდეთ და რაღაც მომენტში ჭრილობასავით გაიღვიძოს და განახლდეს ეს ემოციები, ეს ტკივილი. ძალიან ცოტა პროცენტთან, ვინცაც იდეალურად გაქვთ პირად და პრობლემა არ არის, ვიტყოდი, რომ აქ აქტიურობები და რაღაცა განვითარება იქნება. უმეტესი სიტუაცია მაინც პირადში ძირითადად პრობლემატურია ერთი კვირის განმავლობაში თქვენთან. ფინანსებს რაც შეეხება, არ აგიშავთ ფინანსებში და მატერიალურ მხარეში, ბევრი შრომა გიჩანთ, დაღლა გიჩანთ, პასუხისგებლობებით ხართ დატვირთული, თითქოს და თქვენზეა მთელი ტვირთი, თქვენზეა მთელი პასუხისგებლობა და ოჯახის კაცი თქვენ ხართ და ქალის თქვენ ხართ, როგორც იტყოდნენ, არის ეს მომენტი, ბევრ თქვენთაგანთან ვიტყოდი, რომ ფული შემოგივათ, ფინანსები გექნებათ, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება შინაგანი დაღლის, ფიზიკური დაღლის და სირთულეების ხარჯზე, ანუ მარტივად ესე საჩუქარიოთ ხელის გულზე არავის არ მოაქვს თქვენთან ფული მომდევნო კვირაში ბევრი გამოწვევა გექნებათ. თავს გაუფრთხილდით, ძალიან არ გადაიღალოთ, ეცადეთ რომ რაღაცნაირად დაისვენოთ. რჩევას რაც შეეხება თქვენთვის, რჩევა არის ესეთი, რომ მოусმინეთ თქვენს გულის ძახილს და არჩევანი გააკეთეს გულით. რასაც გული კარნახობთ, ისე მოიქეცით. დროა წარსული გაუშვათ. დროა ახალ მომავალზე, სიახლეებზე, ახალ ეტაპზე, თქვენი ცხოვრების გაფართოებაზე, განვითარებაზე იფიქროთ, დაგეგმეთ ახალი სტრატეგიები, ჰორიზონტი გააფართოვეთ თქვენი ცხოვრების და ძველ ჩარჩოებში და ძველ სიტუაციებში ნუღად ჩაიტოვებთ თქვენ თავს და ნუღად არჩებით. პირიქით, წაადით მაქსიმალურად, გაერიდეთ ყველაფერს ძველ, სადაც გული დაგწვეთ, სადაც იმედი გაგიცრუნეთ და ოპტიმიზმი გქონდეთ, საკუთარ თავში სიმტკიცე მოიპოვეთ. ერთ რჩევა მექნება კიდე, რომ ჩახედეთ თქვენს თავში, როგორც უარყოფით, ისე დადებით მხარებს, ორივე შეაფასეთ თქვენს თავში. შეიძლება შიშის მომენტებია, შიშსაც ჩახედეთ თვალებში და რაც მეტად გაუსწორებთ რეალობას თვალს და რაღაცა პრობლემურ სიტუაციებს თქვენს თავში დაინახავთ, მით მეტად გაძლიერდებით და მით მეტი კონტროლის საშუალება გექნებათ პროცესებზე, თქვენი ცხოვრების პროცესებზე. ანუ ის, რომ დახუჭოთ თვალები და ის, რომ ჩავარდეთ პანიკაში, არაფერ კარგს არ მოგიტანთ რეალურად. წადით წინ, რჩევა არის, რომ მაქსიმალური ძალისხმევით გაქაჩეთ წინ. გიჭირთ, გილხინთ, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ იმსახურებთ ახალ უკეთეს მომავალს და დროა თქვენს თავს მისცეთ ახალი ჰორიზონტი და ახალი შესაძლებლობა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. მადლობა ყურადღებისთვის.